მოგესალმებით. მეტრონომის დღევანდელი სტუმარია ეკონომისტი ოთარ აბესაძე. გამარჯობა ბატონო ოთარ. პირველ რიგში მადლობა მობრძანებისთვის. დღეს ვისაუბრებთ ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების შესახებ. პირველ რიგში მინდა შეაფასოთ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია. რა პროცესებს ვადევნებთ ახლა თვალს? მოგესალმებით. სიტუაცია საქართველოში გვაქვს საკმაოდ турბულენტური. სადაც პროგნოზირება არის ძალიან ძნელი იმ კუთხით, რომ თანამედროვე საერთაშორისო მსოფლიო გეოპოლიტიკურ და ეკოპოლიტიკურ რუქაზე არის ძალიან დიდი გადაადგილებები და ამ ახალ რუქაზე და ამ ახალ მოცემულობაში უნდა გქონდეს განსაზღვრული მკაფიოდ ჩვენი ადგილი და როლი. სამწუხარო რეალობა დღეს არსებულ რეალობაში არის ის, რომ სამწუხაროდ ვერ ხედავთ იმ ჩარჩოს და იმ მოცემულობას, სადაც შეიძლება მომდევნო 50-60 წლის განმავლობაში იოპერიროს ქართულმა ეკონომიკამ და ქართულმა სახელმწიფომ და ვართ ერთგვარად ჰაერში გამოკიდებულები და ვერ გავმიჯნეთ რეალურად ის მოცემულობა თუ სად არის ქვეყნისთვის პრობლემა, სად არის ქვეყნისთვის სიძლიერე, რომ იქ მოხვდეთ. დღევანდელ მოცემულობაში, დღევანდელ დღემდე იყო საკმაოდ მიმზიდველი ჩვენთვის და ეს ძალიან დიდი და კარგი პერსპექტივაა ევროკავშირის წევრობა და დასავლური ცივილიზაციასთან აფედირება, თუმცა დღეს სამწუხარო მოცემულობა გვაქვს, რომ ჩვენ საქართველოს ხელისუფლება ემიჯნება დასავლურ სტრუქტურებს, დასავლურ სისტემებს, მაგრამ ალტერნატივა არ ჩანს. ანუ რეალურად ჩვენ ვშორდებით იმას, ვისთანაც მომდევნო გასული 30 წლის განმავლობაში ვაშენეთ ურთიერთობები ეკონომიკის კუთხით, განათლების კუთხით, პოლიტიკური ნაწილით და ასე შემდგომ და უცებ აღმოჩნდა, რომ ძალიან დაჩქარებული ტემპებით ვტოვებთ ამ ყოველივეს და სად მივდივართ ან რა ახალ მოცემულობაში ეს არ ჩანს. შესაბამისად რომ შევაჯამოთ, თუ ქვეყანაში არ ჩამოყალიბდა მკაფი ოპოზიცია და ეს არ იქნება ძალიან გრძელ პერსპექტივაში დანახული, რომ საქართველოს უნდა იყოს კონკრეტული გეო და ეკოპოლიტიკური გაერთიანების წევრი, დამოუკიდებელ არსებობას სამწუხაროდ საქართველოსთან მცირე ქვეყანას არ შეუძლია. როგორ აისახება ეს პროცესები ქვეყნის ეკონომიკაზე? ქართული ოცნება საუბრობს, რომ კრიზისის ხელოვნურად გამოწვევას ცდილობენ. სინამდვილეში კი ყველაფერი კარგად არის და უნდა ველოდოთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას. რამდენად შეესაბამება ეს მოლოდინი რეალობას? როგორც აღნიშნე, საზოგადოება, რომელიც ახლა გვიყურებს, ყველამ ძალიან კარგად იცის ყველაფერი. იცის რა? ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა სწორდება დოლართან მიმართებაში. ანუ საქართველოს არ არის იმ ტიპის ქვეყანა, რომელიც მოიპოვებს მსგავსი ტიპის რესურსს ან წიაღისეულს, რასთან მიმართებაშიც მოხდება საკუთარი ვალუტის გასწორება, მაგალითად, ნავთობი, ელექტრორესურსები და ასე შემდეგ. ჩვენ ვართ იმპორტზე, სამწუხაროდ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა, ვინაიდან ბუნებრივი წიაღისეული და დღევანდელი მოცემულობით არ ვართ ამ კუთხით მდიდრები. ნებისმიერ ქვეყანაში ეკონომიკა იწყება ვალუტით. რა ვალუტაში ახდენ ფინანსურ ოპერირებას. საქართველოს შემთხვევაში, რასაც მოვიხმართ, გვაცვია, ვიკვებებით, გვაქვს 73% ეს არის იმპორტირებული, ანუ შემოტანილი ქვეყანაში. და ეს 73%-ივე ივაჭრება დოლარში. ანუ საქართველოს ეკონომიკა, საქართველოში მცხოვრები ადამიანები ჩვენს მთელ ეკონომიკურ დოვლადს, დანაზოგს ვაფოკუსირებთ მსოფლიოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მისაღებ სარეზერვო ვალუტასთან, ანუ დოლართან. და სამწუხაროდ მივიღეთ რეალობა ის, რომ დოლარის შემქმნელ სახელმწიფოსთან გვაქვს პოლიტიკური და ეკონომიკური და იურიდიული პრობლემები. მივიღეთ რეალობა ის, რომ დოლარის შემქმნელ და დონორ სახელმწიფოსთან გვაქვს იმ ტიპის პრობლემები, რომ საქართველოში არსებული ჩინოსნები მოხვდნენ მათთვის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ და მკაცრ მონოლითურ სანქციების სიაში. როდესაც ქვეყანა ვითარდება დასავლურ სახელმწიფოების სწორებაზე, სწორება აქვს დოლარზე, ევროკავშირზე. ეს რატომ? ხომ არა მხოლოდ იმიტომ, რომ მოგწონს დაუშვათ ევროპული ცხოვრების სტილი, არამედ ევროკავშირი და დასავლეთი იძლევა სტაბილურობის განცდას. თუ საქართველოში არის დასავლური სტაბილურობის განცდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში შემოვა ძალიან ბევრი ინვესტიცია. ქვეყანაში შემოვა მსხვილი კორპორაციები, შემოვა ბევრი ფული და დოვლათი.
სწორედ ეს არის ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი, თუ რატომ გვინდა ვიყოთ αφედირებულები ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან. თუ ამ ორ ძალიან მნიშვნელოვან სოფლიოს საყრდენთან, ესე ვთქვათ, შენ არ ხარ αφედირებული და არ ხარ ინტეგრირებული, ამ შემთხვევაში ყველა ტიპის მსხვილ ინვესტორს, კორპორაციას და ასე შემდეგ კითხვის ნიშანი უჩნდება საკუთარი ინვესტიციის სიმყარეზე და დაცულობაზე შენს ქვეყანაში. ამიტომ მოიკლო ინვესტიციებმა, ამიტომ აღარ გვაქვს საქართველოში მსხვილი ინვესტიციები და ვალუტა, ესე ვთქვათ, და ქვეყანა მიდის ინერციულ რეჟიმში. ამ მომენტში ეს არის ინერციის ეკონომიკა, ქვეყანა დგას საკუთარ ბრუნვაზე, საკუთარი ბიზნესის წარმოქმნაზე, ესე ვთქვათ, და გარე ჩარევები არ ხდება და ეს არის მილევადი. ამით ცხოვრება ჩვენი ტიპის ეკონომიკას არ შეუძლია, იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ვართ, მცირე ეკონომიკა გვაქვს, სულ 3 მილიონი ნახევრიანი ბაზარია საქართველოში. და ამ 3 მილიონი ნახევრიან ბაზარზე გათვლილი ეკონომიკა არის სუსტი. შენ თუ არ ყავს საერთაშორისო მსხვილი აქტორები ქვეყანაში. ასე რომ მოკლედ რომ შევაჯამოთ ეს ყველაფერი, ხომ ვართ იმ რეალობაში, რომ დასავლურ გარანტს ვშორდებით, დასავლურ სტაბილურობის გარანტს ვშორდებით და სამწუხაროდ იმ ახალ რეალობას, რა რეალობას დღეს გვთავაზობენ, ეს არის 3+3, ეს არის ირანი, ეს არის ჩინეთი. ეს შესაძლოა ჩინეთის ფაქტორით რომ ვილაპარაკოთ, ძალიან საინტერესოა მათემატიკურ ან ეკონომიკურ ნაწილში, მაგრამ სოლიდურობით და დაცულობის განცდით აქ არის დიდი პრობლემა. თუ ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა გაგრძელდა, როგორ აისახება ის საქართველოს მოქალაქის ეკონომიკურ მდგომარეობაზე? ნებისმიერი ქვეყნისთვის მთავარი პრობლემა გვინდა არ გვინდა ეს არის ეკონომიკა და ეკონომიკისთვის მთავარი პრობლემა ეს არის турბულენტობა. როგორც აღნიშნეთ, დასავლეთთან ურთიერთობა, განსაკუთრებით ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან, ეს იძლევა იმ სტაბილურობის გარანტიას, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური სიმშვიდე, სადაც ინვესტიციის შესვლა არის დაცული. სწორედ დაცულობა ეს არის ნომერ პირველი მოთხოვნა საერთაშორისო ფონდების, ბირჟების, ინვესტორების და ასე შემდეგ. დღევანდელი турბულენტობა არის პირდაპირ მნიშვნელობით ანტიპოდი იმის თუ რა ოდენობის ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში. მეცაც გეტყვით, ინვესტიციის შემოსვლა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაუშვათ ვიღაც ადამიანს რაღაც თანხა მოაქვს ჩემოდნებით ქვეყანაში და ყიდულობს რამეს. არა. ეს არის სისტემური შემოსვლა, საერთაშორისო ტრანსფერებით, პლატფორმებით და ასე შემდეგ. ბოლო 5-7 წელში მე სამწუხაროდ, ძალიან სამწუხაროდ, მაგრამ ვერ ვიხსენებ მსხვილ საინვესტიციო პროექტს, რომელიც განხორციელდა საქართველოში. ვერ ვიხსენებ დიდ საერთაშორისო ბრენდს, კომპანიას, ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნდა და შეიქმნა საქართველოში. ამის გამომწვევი მიზეზი ამ ეკონომიკური ნეგატივის არის ის, რომ საერთაშორისო დონორები, საფონდო ბირჟები ვერ გრძნობენ სტაბილურობას ქვეყანაში. ამის ძალიან კარგი მაგალითია ლონდონის საფონდო ბირჟა, სადაც მოგიხსენებათ, მანდ ვაჭრობა ეს არის ერთგვარი ფუფუნება და ძალიან დიდი წარმატება, განსაკუთრებით ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის, საიდანაც რამოდენიმე კომპანია ახდენს ფასიანი ქაღალდებით ოპერირებას ქვეყანაში. რაშუაშია ეს ყოველივე, ბარომაცია რო გავაკეთოთ ლონდონის საფონდო ბირჟის ქართულ ეკონომიკურ რეალობასთან, ხომ? როგორც კი საქართველოში დაიწყო პოლიტიკური კრიზისი და турბულენტობა, ან დაშორება დასავლურ სამყაროსთან, მომენტალურად მოხდა ქართული კომპანიების აქციების ფასის ვარდნა. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო საფინანსო აქტორებმა თავი შეიკავეს და გადაწყვეტილება მიიღეს, რომ შეეძინათ ქართული ეკონომიკური აქტივები, რომელიც იყო გაითვალისწინეთ გასული 8 წლის განმავლობაში მზარდი. დღიდან დღემდე მზარდი. დღეს გვაქვს დღიდან დღემდე კლებადი. თუ ლონდონის საფონდო ბირჟაზე არ გაიყიდა ქართული კომპანიების აქციები, თუ ამ გაყიდული აქციების შედეგად არ შემოვიდა ქვეყანაში დამატებითი ახალი ფული და ინვესტიცია, მაშინ საიდან გახდება რიგითი სტატისტიკური ქართველი ეკონომიკურად ძლიერი, ხომ? ეს ყოველივე ხო საბოლოო ჯამში იზილება ეკონომიკაში და რაღაც საცელის პრინციპით მიდის ადამიანამდე, ან მის ბოლო დანიშნულებამდე. თუ ეს არ შემოვიდა და არ დატრიალდა ახალი ეკონომიკური წრებრუნვები, იმ მოქალაქემდე ვერ მივა ახალი დოვლათი, ანუ ვერ მივა ახალი ეკონომიკა, ვერ მივა ახალი ფული. აქედან გამომდინარე ისევ და ისევ, რაც უნდა ბევრი ვილაპარაკოთ ეკონომიკურ გამოწვევებზე, ჯერ ეკონომიკურ გამოწვევებამდე მოსაგვარებელია სტაბილური პოლიტიკური ფონი. სტაბილური პოლიტიკური ფონი, რომელიც იქნება მისი სტაბილურობით და ბალანსით და ხასიათით ევროპული და დასავლური. ცოტა ხნის წინ იმყოფებოდით ამერიკის შეერთებულ შტატებში. რომ მოგვიყვეთ თქვენი ვიზიტის შესახებ, რა მოლოდინი გაქვთ საქართველოს და ამერიკის ურთიერთობებთან დაკავშირებით?
გლობალური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ვიყავი შეერთებულ შტატებში, მიმწვიეს კონგრესის და შეერთებული შტატების სენატის ეგიდით, კონგრესმენ ჯო ვილსონის მიწვევით და სენატორ ჰარვი პიპერის მიწვევით და მათი ხელმძღვანელობით გაიმართა გლობალური ეკონომიკური ფორუმი, სადაც განვიხილეთ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი, მათ შორის საქართველოს ახალი როლი კავკასიის რეგიონში, თუ როგორ უნდა მოხდეს ახალი ეკო და გეოპოლიტიკური წესრიგის პირობებში ჩვენი ოპერირება, როგორც გამტარი, როგორც ტრანზიტორი ქვეყანა, ესე ვთქვათ, ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო სენატორის მხრიდან საქართველოში არსებულ საპორტო ინფრასტრუქტურას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ დღეს მსოფლიოში რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ დადგა სოფლიოს ეს ნაწილი ტრანზიტის პრობლემის წინაშე და ეს უნდა იყოს გადაჭრილი სწრაფად და მნიშვნელოვნად. ძალიან დიდი გულის ტკივილი და წუხილი გამოითქვა იმაზე, რომ უკვე იქნებოდა შესაძლებელი, რომ საქართველოში ყოფილიყო პორტი, მათ შორის ამერიკელების მხრიდანაც დაფინანსებული, რომ დღეს უკვე არსებულ გამოწვევებს საქართველოს შეხვედროდა მზად და საკმაოდ დიდი ფსონი დაედო საერთაშორისო ახალ სავაჭრო რუხაზე იმ კუთხით, რომ დღეს უკვე შეეძლო საქართველოს ქონოდა გამზადებული პორტი, დასრულებული მაგისტრალი, დასრულებული რკინიგზა, რაც ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო ველზე უკვე კარგი და ძლიერი მოთამაშე იქნებოდა ბაზარზე, მაგრამ სამწუხაროდ არ გვაქვს პორტი, სამწუხაროდ არ გვაქვს დასრულებული მაგისტრალი, სამწუხაროდ არ გვაქვს ჩქაროსტული რკინიგზა და ისევ თანამედროვე ეკონომიკურ რუქაზე ვრჩებით იმ მოთამაშეებად, როგორც ვართ ეხლა და როგორც ვიყავით ადრე, ანუ არ განვითარდით. და სწორედ ეს იყო მთავარი დიალოგის თემა ჩემი მხრიდან, რაც შეიძლება მალე და სწრაფ ტემპში უნდა მოხდეს საქართველოს როგორც რეალურად თანამედროვე ქმედითი დერეფნის შექმნა საქართველოში, რის უსაფრთხოებასაც და სავაჭრო გამტარიანობას უზრუნველყოფს შეერთებული შტატები და უკვე გვექნება ახალ ეკონომიკურ, ანუ ეკოპოლიტიკურ რუქაზე ჩვენი უფრო ძლიერი როლი ვიდრე დღეს.